ეს წიგნების თაროა მე ალექსანდრე ლორკიფაინძე ვარ და დღეს ვითამაშებთ ჩვენი შოუს 28-ვე სეზონის ნახევარფინალს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყინული 9 და კარიატიდა. აბა როგორ ახართ მეგობრებო? კარგად. განწყობას სანახევარფინალო რა არის ეგეთი არ ვიცი, მაგრამ თქვენ უნდა მითხრათ თუ არსებობს რამე ეგეთი. დაახლოებით ეგეთი. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს. თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს ჩვენი პარტნიორისგან გაუცემლობა ინტელექტისგან წიგნის ვაუჩერებს. მე მაყურებელს ასევე შევახსენებ, რომ ჩვენი პარტნიორი ამ სეზონში არის ჩვენი ერთგული მეგობარი PSP და თქვენც კიდევ ერთხელ გეტყვით თუ რისთვის იბრძვით, აი ფინალში ვინც გადავა, უკვე გადამწყვეტი ბრძოლა იქნება მთავარი პრიზისთვის, რომელიც გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. ძალიან საინტერესო თამაშის მოლოდინი მაქვს. დავიწყოთ მაგრამ. დავიწყოთ თამაში წიგნებისთან. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომლის შექმნაზეც ავტორმა 10 წელზე მეტი იმუშავა და რომლის ისტორიაც ძალიან ჩამოჰგავს თავად ავტორის ბიოგრაფიას. 2020 წელს გამოცემული რომანი, რომელშიც გამოსაცნობი პერსონაჟი გვხვდება, ავტორისთვის სადებიუტოა და თითქმის ყველა ინგლისურენოვან ლიტერატურულ პრემიაზე იყო წარდგენილი. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, წიგნის გამოცემაზე 30-ზე მეტმა გამომცემლობამ თქვა უარი. თავად ავტორი ფიქრობდა, თავის პირველ პროფესიას დაბრუნებოდა, მოდის ინდუსტრიაში და წერისთვის დრო აღარ დაეთმო. წიგნში მოქმედება გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, დიდ ბრიტანეთში ვითარდება. და დიკენსიანური ლიტერატურული მემკვიდრეობით გვიამბობს ერთგულების, სიყვარულის, დედაშვილობის, ადიქციების, სიღარიბის. ხო, კარიატი და რისკავს პირველი შეკითხვაზე. შაგი ბეინი. პერსონაჟი რო ქვია, ანუ 30 გამოცემულზე ეგ უთხარი პირველი. აი ადიქციაზე ეგრევე გამახსენებთ, თან ბუკერი აქვს აღებული და პერიოდიც ემთხვევა. 2020 წელიც ემთხვევა? ემთხვევა ძალიან ემთხვევა. ეს წიგნი დაწერა დაგლას სტიუარტმა, ეს არის შაგი ბეინი, ეს პასუხია ნამდვილად. 21 საუკუნის ინგლისურენოვან ლიტერატურას შეფასებული როგორც მოვლენა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი, შაგი ბეინი და 3 ქულა კარიატიდა. 3-0 ხდება ანგარიში. ქონდათ ვერსია? კი. მაგრამ ჩვენ წინა თამაშზეც მოვიდა. გაიცემა იქაც ერთ-ერთ რო ათამაშეთ. იქ ვიდეოში იყო და 30-მა გამოცემული. რაღაც არსებობს. მე მახსოვდა იქიდან. იქ იყო კორონავირუსის ნახსენები. გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი, ციტატა. ბოროტი კაცი არ გახლავართ. თუმცა მიზეზი კი მქონდა გავბოროტებულიყავი. ყველა მოკვდავი ერთ ტყავში ვიბადებით, მაგრამ ბედის წერა ისეთნაირად და იმდენნაირად გვცვლის, თითქოს ცვილისა ვიყოთ. დავიბადე დიდი ხნის წინათ. 55 წელი მაინც იქნება. ბადახოსის პროვინციის ერთ მივარდნილ სოფელში. სოფელი ალმენდრალებოდან 2 ლიგაზე გზის პირას მდებარეობდა. გზა სწორი და უსასრულო იყო სიკვდილ მისჯილის დღეებივით. ჩემი სახლი სოფლიდან დაახლოებით 200-ოდე ნაბიჯზე იდგა. პატარა იყო და ჩემი მდგომარეობის და შესაბამისად ერთ სართულიანი. ერთადერთი რასაც შეეხედებოდა სამზარეულო გახლდათ. სამზარეულოსთან ერთად გქონდა 2 ოთახი. ოთახს მხოლოდ იმიტომ ვუწოდებთ, რომ აქ ცხოვრობდით, თორემ სხვა არაფრად ვარ გოდა. აბა ყინული 9 გადაწყვეტს ახლა. იღებს 3 ქულას თუ არა. ისმენთ. პასუხალდო ვარტეფია.
პასკუალ დუარტეს ოჯახი. არა? სწორი პასუხია. პასკუალ დუარტეს ოჯახი. კამილო ხოსე სელა, ბადახოსი. კიდევ რა ტოპონიმი ვახსენეთ ალმენდრალებო და რაღაცა ესპანეთში უნდა გვემოგზაურა შესაბამისად ჩვენს ფიქრებში. გავაგრძელოთ თამაში, მესამე რაუნდი დოკუმენტური. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში გამოიცა. ტექსტი არაერთხელ დაიბეჭდა ხელახლა და შესაბამისად სათაურიც ბევრჯერ შეეცვალა. აღსანიშნავია, რომ გვიანდელი გამოცემა ერთ-ერთ ცნობილ ესესაც შეიცავდა. წიგნი თემატურად ძველი ბერძნული ტრაგედიის პრობლემატიკის. მოდი ჩემთან. ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. ანუ ელინიზმი და პესიმიზმი. ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. ნიცშე. დიონისე და აპოლონი. 6-3. კარგი ხარ! ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან. ისეთი ნახევარფინალია, ასე მგონია რომ ფინალს თამაშობთ. საკმაოდ რთული სამი შეკითხვით ვიწყებთ თამაშს და სამივეს მუსწრი გაავლეს, რასაც ქვია. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. ახლა კი უნდა დაასახელოთ ორფუძიანი სიტყვა, რომელსაც ფრანგი მხატვარი ანდრე შარლ ვუელმუ ცხოვრების გაზაფხულს უწოდებს. ამ სიტყვას ასევე ხშირად იყენებენ როგორც კრებით არსებით სახელს, რომლითაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ან ერთი თაობის წარმომადგენლებს მოიხსენიებენ. ჩარლი ჩაპლინის გამონათქვამის მიხედვით, ის უფრო მშვენიერი იქნება, სიცოცხლის გვიანდელ ეტაპებზე თუ გადაინაცვლებს. სხვა გამოთქმის თანახმად, ის არა ფაზა, არამედ ფარული რევოლუციაა. რაც შეეხება ლიტერატურულ კავშირს, მე-20 საუკუნის ცნობილი აზიელი ავტორის წიგნის სათაურში, ეს სიტყვა მისთვის ჩვეულ, ანუ მელანქოლიურ კონტექსტშია ნახსენები. ვერსია არ არის 30 წამი ფიქრისთვის. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი. დამატებითი მინიშნება. გამოსაცნობის სიტყვის განსაზღვრება ადამიანის ზრდასრული ასაკიდან იწყება. ძირითად პირობაში ნახსენები ნაწარმოები იაპონელ ნობელიანტს ეკუთვნის, რომელშიც მთავარი გმირი ახალგაზრდობა. ეს არის ახალგაზრდობა, ეს სწორი პასუხია ნამდვილად, მეგობრებო. ცხოვრების გაზაფხული არის ახალგაზრდობა, ანუ ის ფაზა, რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით, ხომ ასეა. ახალგაზრდობა, დაგვიანებული ახალგაზრდობა არის კენძაბურო ოს ნაწარმოები და სწორედ აქედან ორფუძიან სიტყვას გთხოვდით. 4-6-ია ანგარიში, ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ. კამილო ხოსე სელა პასკუალ დუარტეს ოჯახს სამოქალაქო ომის შემდეგ სიღარიბით, შიმშილითა და დიქტატურით მოცულ ესპანეთში ქმნის. წიგნი ესპანური კლასიკური ლიტერატურის, კერძოდ პიკარესკული რომანების ტრადიციას აგრძელებს, სადაც მთავარი გმირი საზოგადოების დაბალი ფენიდან მოდის. თუმცა სელა ჟანრს ბევრად უფრო ბნელსა და პესიმისტურს ხდის. რომანის გამოცემის შემდეგ ლიტერატურაში ჩნდება ახალი ესთეტიკური მიმდინარეობა ტრემენდიზმი. ის გულისხმობს რეალობის ყველაზე ბნელი, გროტესკული, ძალადობრივი და სასტიკი მხარეების ულამაზებელ დეტალურ ასახვას. გამოცემიდან მალევე ფრანკოს რეჟიმი და ესპანეთის ეკლესია წიგნს უზნეობისა და სისასტიკის გამო კრძალავს. წიგნის ახალი გამოცემები ბუენოს აირესში იბეჭდება და არგენტინიდან ესპანეთში ფარულად შედის. ბევრი კრიტიკოსი მიიჩნევს, რომ პასკუალ დუარტეს სისასტიკე ესპანეთის სამოქალაქო ომის სისხლიანი და პარანოიდული ატმოსფეროს პირდაპირი ალეგორიაა. მიუხედავად ცენზურისა, პასკუალ დუარტეს ოჯახი დონ კიხოტის შემდეგ ყველაზე პოპულარულ და თარგმნილ ესპანურენოვან რომანად
მიიჩნევენ. რომანისა და მის მიერ დაფუძნებული მიმდინარეობის გამო 1989 წელს კამილო ხოსე სელას ნობელის პრემია ენიჭება. გრძელდება წიგნების თარო, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა დაასახელოთ ის, რასაც ნაწარმოებთა ერთ-ერთ სერიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეტიმოლოგიურად ის დაფუძნებულია ინგლისურ სიტყვაზე, რომელსაც ნეოლათინური სუფიქსი აქვს დართული. ჩვენთვის ძალიან ცნობილ სამყაროში აღნიშნულია, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები ცალკეულ პარტიებად, ფისოვანი ბლოკების სახით ინახება. ის სწორედ ამ ბლოკების ერთმანეთთან შედნობით იქმნება. ზემოთ აღნიშნულ სამყაროში ის პირველად როი ტომასის ისტორიაში ახსენეს. სწორედ ამისგან იყო აგებული ერთ-ერთი ბოროტმოქმედის გარე ჯავშანი. ჩვენთვის განსაკუთრებით ცნობილი კი გამოსაცნობი ნივთიერება ერთი სუპერგმირის გამო გახდა. ყინული 9 ასწრებს ადამანტიუმი უნდა ვთქვათ. და ადამანტიუმი. რა? ადამანტიუმი. ადამანტიუმი ნივთიერება მეგობრებო. რა არის? ეს არის ადამანტიუმი, ეს ორი პასუხია. აიო. ადამანტიუმი მარველის სამყაროდან გახდა ჩვენთვის ცნობილი და გამოვიცანით კიდევაც შედეგად 7-6 გახდა ანგარიში. მეექვსე რაუნდი ასოციაცია. ფიქრი, შეკრება, მეგობრები, მატარებელი, მუშაობისგან დაღლა, დასვენება, მარშრუტი, კინგსტონი. სამდინავში ძაღლსტوار ჩავთვლით. სამდინავში ძაღლსტوار ჩავთვლით. უნდა დაგვერთა. სამდინავში ძაღლსტوار ჩავთვლით, 3 ქულა არის კარიატი დასთვლით. კინგსტონამდე პასუხია ჯერომ, კლავკა ჯერომის ნაწარმოები გამოიცნეს და შედეგად ანგარიში ხდება 9-7, ისევ ორქულიანი უპირატესობა მოიპოვა კარიატიდამ ამ შეკითხვით. ჩვენ 3 რაუნდი ისევ სათამაშო გვაქვს, ამიტომ გავაგრძელოთ მე-7 რაუნდი, ავტორი. დაასახელეთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული ავტორი. კრიტიკოსთა უმრავლესობა მის პროზასა და პოეზიას მრავალფეროვანი, მდიდარი ენით გამოარჩევს. მეტიც ამ უკანასკნელის ხაზგასასმელად სპეციალური ტერმინიც კი არსებობს. ის მიიჩნევა საკუთარი ქვეყნის ლიტერატურული რეალიზმის უკანასკნელ და გამორჩეულ წარმომადგენლად. მიუხედავად ამისა, საბჭოთა არეულობის გამო მას ემიგრაციაში მოუწია წასვლა. აღსანიშნავია, რომ კარიერის ადრეულ წლებში მწერალმა ორჯერ მოიპოვა პუშკინის პრემია, რასაც მომავალში გაცილებით მნიშვნელოვანი ნობელის პრემია. ეგარი. ივან ბუნინი. ხო. პუშკინის პრემია და ნობელი გასაგებია, რომ რუსი ნობელიანტი უნდა გვეძებნა, მაგრამ ბუნინი არჩია. 200. საუკუნეში ბუნინის უფრო საუკუნეა ვიდრე სხვა ნობელიანტების. მაშინ 10 გასვლა! ეს არის ივან ბუნინი და ისევ ჩვენი აიწონა, გადაიწონა ყინული 9-სკენ და 2 რაუნდით წინ 10-9 ანგარიში. მერვე რაუნდი ეკრანიზაცია.
მოდი აქ. გუნდა იყოს ტომ სოიერი და ჰეკლბერები არ არიან. და ასახელებს ახლა ნაწარმოებს. როგორ არ არიან? ხო კრეფინის თქვასავლე ხო? ეგრე ქვია მაგრამ. აი, უნდა თქვათ. გისმენთ. სოიერი ვთქვათ, ტომ სოიერი. ტომ სოიერის თავგადასავალი. ტომ სოიერის თავგადასავალი. მერთო გადამარჩინე. მერთო. მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად რაღაცებისა. და ეს ორი პასუხია. ეს არის ტომ სოიერის თავგადასავალის ანიმაციური ეკრანიზაცია 1986 წლის სხვათა შორის და სწორად არჩიეთ, სწორად. ჰაკლბერი ფინზეც ფიქრობ. მე ვამბობდი მაგას და გადამაფიქრებინა. ტომ სოიერი იყო სწორი პასუხი ნამდვილად. გავაგრძელოთ თამაში. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც 21 საუკუნეში გამოიცა. საინტერესოა, რომ ამ წიგნის გამოცემის წელს ავტორი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. რომანი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს ეხება. სიუჟეტის ინსპირაციად კი მწერალმა დედამისისა და თანამემამულე პოეტის დაგასწარი. დაასარით. დაასარით და უნდა მითხრათ ნაწარმოები. სუნთქვის საქანელა, ოსკარ პასტიორი. 2006 წელია მე მგონი. 7-ია მგონი. 7-ია თუ 6-ია. სუნთქვის საქანელა. თანამემამულე პოეტის ოსკარ პასტიორის გამოცდილებები გამოიყენა. ეს ორი პასუხია, ეს არის სუნთქვის საქანელა. დაასწრო კარიატი და მყინველი 9-ს იგივე ვერსია გქონდათ ალბათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამიქულა ართვა თვალწინ შეიძლება ითქვას. 15-10 ხდება ანგარიში, ჩვენ კი კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ ვიდეო რგოლი და მერე გავაგრძელოთ თამაში. 1945 წელს სტალინის ბრძანებით რუმინეთში მცხოვრებ თითქმის ყველა გერმანელს საბჭოთა კავშირის შრომით ბანაკებში ასახლებენ. გადასახლებულთა შორისაა მომავალში ცნობილი ავტორის ჰერტა მიულერის დედა, რომელიც იქ 5 წელს ატარებს. წლების შემდეგ მიულერსა და მის ახლო მეგობარს, პოეტ ოსკარ პასტიორს წიგნის დაწერის იდეა უჩნდებათ. ისინი ერთად იწერენ მოგონებებს და მოგზაურობენ ყოფილ ბანაკებში უკრაინაში. 2006 წელს პასტიორი მოულოდნელად გარდაიცვლება, რის შემდეგაც მიულერი ტრავმას ამარცხებს და წიგნის მარტო წერას იწყებს. 2009 წელს წიგნი გერმანული წიგნის პრემიის ნომინაციას იღებს. მიულერე კი იმავე წელს ეუფლება ნობელის პრემიას. წიგნი უდიდეს სოციალურ და ისტორიულ როლს თამაშობს. სააშკაროზე გამოაქვს საბჭოთა ბანაკებში გადასახლებული 100,000-ობით უდანაშაულო გერმანელის ტრაგედია, რომელზეც საუბარსაც ნაცისტური გერმანიის დანაშაულების ფონზე ერიდებოდნენ. კრიტიკოსები ნაწარმოებს აღიარებენ ტოტალიტარიზმის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მანიფესტად, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ანადგურებს დიქტატურა ინდივიდს. გრძელდება წიგნების თარო, საოცარი ნახევარფინალი გვაქვს, არ ვიცი. ფეერიული თამაში ორივე გუნდის მხრიდან და გადავდივართ უკვე ქართულ ეტაპზე. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით ისტორიული ადგილი, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობდა. ვახუშტი ბატონიშვილის აზრით, ეს ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხე უნდა ყოფილიყო. თუმცა სხვა მკვლევრები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. მე-9 საუკუნის ბოლოს ამ ციხე-ქალაქს ანისის სამეფო დაეუფლა. მოიცა, მოდი აქ. გითხრა. სამშვილდე. მართლა? აბა, სამშვილდე. სამშვილდე. არ ვიცი. კი, სომხეთის დედაქალაქი იყო, ძალიან უცნაური ფაქტია, მაგრამ იყო. დაუჯერეთ ის ადამიანი. სამშვილდე სწორი პასუხია და ორი ქულა კარიატიდას. გავაგრძელოთ თამაში. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. გამოიცანით ტოპონიმი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 840 მეტრზე მდებარეობს. ის მხარის ბარის დასავლეთ ნაწილში. მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეზეა განლაგებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით აქ 518 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში შემონახულია 2 ეკლესია და სასახლის ნანგრევები. ერთი ეკლესია აქ პაპუნა ორბელიანს 1670 წელს აუგია. ხოლო მეორე წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ცნობილი ადამიანის მამას
ვახტანგ მდივანბეგს. ბოლოს გეტყვით, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამ სოფელში ლიტერატურულ მუზეუმსაც შევხვდებით. ტანზია. მე წავიდე. ნიკა რო აჭერებს ხოლმე, მაცადეთ, აქ მე მივა, მე დაველაპარაკები. ტანზია. რატომ? იმიტომ რომ რუსეთის მუზეუმზე იტყავით ალბათ რომ ეს დაიბადა ბოლნისში, არის უეჭველი ვიცი და არ ვიცი, ამდენი სოფელი უნდა იყოს ბოლნისში, სადაც ლიტერატურული მუზეუმია. კარგი ხარ. ლიტერატურული მუზეუმი. ხო. მით უმეტეს სადაც ეკლესია, რომელიც ორბელიანმა ააგო, პაპუნა ორბელი. მე-5 საუკუნის, უფრო ადრეც უნდა ამეღო. ეს ორი პასუხია, ეს არის ტანზია. ეს არის ტანზია. ვახ. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა. განათლება მოსკოვში მიიღო და 2 წლის განმავლობაში იქვე მუშაობდა. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია ქართულ ფილმში. 1963 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი თეთრი კარავანი. მოდი აქ აკაცო. ან გიორგი ან ელდარი, გიორგი არა ელდარი. ისე ვიცი ნიკა? კი. აუ არამერიოს, ხო, ელდარ შენგელაია. ელდარ შენგელაია. თელი ქართული ეტაპი წაიღო. სამივე კითხვა წაიღო ქართული ეტაპის ერთ პიროვნულად. როგორ? მიყვარს საქართველო. გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების საიდუმლოდ ნიკა. ბრავო. საიდუმლო, ნათქვამ სიტყვებში ვიჭერ ლოგიკას, მე ვეწევი პედაგოგიკას, გული დავწყვეტე ლევან სილიას, თამაშის ბედი გადაწყვეტილია. იმპროვიზაციას არ გავდარაგეთ. მეგობრებო. ხელოვნების რაუნდზე მირჩებით, ეხა ეგ გამემხილეთ მაშინ. მონიკა, ნიკა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. თქვენ უნდა გამოიცნოთ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი, რომელიც 1962 წელს დაიბადა. ბავშვობაში ის და მისი ძმა დედასთან ერთად ხშირად დადიოდნენ თეატრში. როგორც ცნობილია, მისი ინსპირაცია დრამის მასწავლებელი გერი სპეკა იყო. სწავლის პერიოდშივე ძალიან დაუახლოვდა მეტ დეიმონს. სწორედ ამ უკანასკნელთან ერთად დაწერა სცენარი და მიიღო მონაწილეობა ცნობილ ფილმში, რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა. გეტყვით იმასაც, რომ ამ მსახიობის ხსენებისას შეიძლება ერთ-ერთი სუპერგმირიც გაგახსენდეთ, რომელიც სამართლიანობის ლიგის სხვა წევრს დაუპირისპირდა. ნიკა, რომელია? 3. მის ცოლ-ქმარი როა, ჯენიფერ ლოპესი. 2. 1. ჯენიფერ ლოპესის ცოლი იყო, ქმარი იყო. ვისი? არ იყო? ვისი ქმარი იყო? ქმარი არ იყო ჯენიფერ ლოპესის? ჯენიფერ ლოპესის. ბენ აფლეკი, მაგის დარბაზში ცნებათა ღელვა. ეს არის ბენ აფლეკი, კი ბატონო. ბენ აფლეკის და მედ დეიმონის წყვილი არის განუყოფელი ჰოლივუდში. უახლოესი მეგობრები არიან. მეცნიერების რაუნდზე გადავიდეთ, მეგობრებო. ლევან, მარიამ, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ქვეყნის დასავლეთში დაიბადა. 1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 1913-18 წლებში მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში, ტულაში, დონეცკსა და ენაკიევოში. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა პეტრე მელიქიშვილი? ვინ? პეტრე მელიქიშვილი. პეტრე მელიქიშვილი არ არის სწორი პასუხი. არა. გავაგრძელებ შეკითხვას მარიამისთვის. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 3 წლის განმავლობაში იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ამხანაგის, ანუ მოადგილის თანამდებობას.
1927 წელს შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რომელიც მან სორბონაში დაიცვა 1928 წელს და მიიღო პროფესორის ხარისხი. მოგვიანებით თეორია პარიზში ცალკე წიგნადაც გამოიცა. ბოლოს გეტყვით, რომ ცნობილი საზოგადო მოღვაწის შვილის ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის სფეროშენადობთა ქარხნის მუშაობას. 3 2 1 არ ვიცი. მე ბიჭი მუშაობდა მაგ ქარხანაში. მართლა? მაშინ ეცოდინებოდა აუცილებლად გიორგი ნიკოლაძე. გიორგი ნიკოლაძეა ეს ადამიანი. ნიკო ნიკოლაძის შვილი შესაბამისად. სპორტის რაუნდზე გადავიდეთ მეგობრებო. ილია, ნიკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით ადამიანი, რომელიც დაახლოებით 140 წლის წინ დაიბადა. ადრეული წლებიდან დაკავებული იყო ტანვარჯიშით. არსებობს ვერსია, რომ ცნობილ ფოტოზე ფრანსუა ბრანდთან და როლფ კლაინთან ერთად გამოსახული უცნობი ფრანგი ბიჭუნა სწორედ გამოსაცნობი ადამიანია, რაც მას საკუთარი ქვეყნის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად აქცევს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დააარსა პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება, რომლის პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარეც თავად იყო. 1923 წლის 28 აგვისტოს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რომელშიც მონაწილეობდა 18 ალპინისტი, მათ შორის 5 ქალი, რამაც დასაბამი მისცა საბჭოთა ალპინიზმს. 1924 წელს კი დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თამსვლელობა მგზავროსნობის განყოფილება, რომელსაც ასევე თავად ხელმძღვანელობდა. 3 2 ილია. გარტყმაზე მესნერი, გარტყმაზე. მესნერი? ხო. ეს არ არის სწორი პასუხი, არა? ვფიქრობ, სხვა მესნერია ვინმე. თენგიზ მესნერი მაგალითად. ხერგიანი. ხერგიანი. არც ეს არის სწორი პასუხი. არც ეს არის სწორი პასუხი. მეგობრებო, მთელი აი ეს სპორტული მისი ღვაწლი, რომ შევაზავოთ მის სამეცნიერო ღვაწლთან, თამამად შეგვიძლია უწოდოთ დიდი ქართველი პოლიმათი. ეს არის გიორგი ნიკოლაძე კლავაც და კლავაც. ესეთი საინტერესო ადამიანი იყო გიორგი ნიკოლაძე, მრავალმხრივ ღვაწლმოსილი და გამორჩეული. ვერ გამოიცანით ეს შეკითხვა, არაუშავს. მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორები არიან ჩვენი ერთგული მეგობრები, გამომცემლობა ინტელექტი და PSP. მოდი ახლა ვნახოთ ასევე შემეცნებითი ვიდეორგოლი და ბლიცის დროც მოვა ჩვენს შოუში. ქართველი პოლიმათი გიორგი ნიკოლაძე 1888 წლის აგვისტოში ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ოჯახში შეიბადება. ადრეული ასაკიდანვე კავდება ტანვარჯიშით. პარალელურად სწავლობს პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტში, რომლის დასრულების შემდეგ მეტალურგიული განხრით არაერთ დიდ და მნიშვნელოვან ადგილას მუშაობს. 1918 წლიდან პირველი რესპუბლიკის მთავრობაში იწვევენ მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში. ამავე წელს არსებს საქართველოში პირველ სატანვარჯიშო საზოგადოება შევარდენს. გარდა ამისა არის ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი პიონერი. 1928 წელს დისერტაციას იცავს სორბონაში, სადაც პროფესორის ხარისხი ენიჭება. კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მიერ ჩატარებული ცდები საფუძველს უდებს ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. მისი დამკვიდრებულია ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის ქართული ვერსიები, მაგალითად ნატურა, მსაჯი, სინჯარა, თამსროლობა. არსებობს ვერსია, რომ გიორგი ნიკოლაძე 1900 წლის ოლიმპიადაზე გადაღებულ ფოტოზეა აღბეჭდილი, რაც მას ყველაზე ახალგაზრდა და პირველ ქართულ ოლიმპიურ ჩემპიონად აქცევს. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ვაგრძელებთ წიგნების თაროს 22 სეზონის ნახევარფინალს, რომელშიც ყინული ცხრა უპირისპირდება კარიატიდას და ილია და მარიამი ითამაშებენ ბლიცს ცუდი განსაზღვრება, ალბათ ნამდვილ ცეცხლს დაანთებენ ახლა წიგნების თაროს არენაზე, თუმცა პირველი მარიამმა უნდა ითამაშოს. მზად თუ ხარ ამისთვის? ერთი სული მოგვს.
სანამ ბლიცს დავიწყებთ, მე კიდევ ერთხელ მინდა დარბაზის აპლოდისმენტები მოვისმინო, იმიტომ რომ დღეს არის მარიამ ჯანუაშვილის სარეკორდო 24 თამაში წიგნების თაროში. 24 თამაში არავის არ ჩაუტარებია წიგნების თაროში, 23 თამაში იყო გიორგი ხაინდრავას რეკორდი და აბა ეხა ბლიცისთვის მოემზადე. ერთი სული გვაქვს დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადავრი მწერალია რობერტ ვალზერი. შვეიცარია. სწორია, შილინგთან ვინ უყვარდება ოლგას? ჰერბერტი. სწორია, ვისი პიესაა 9 კლიტული? სარტრი. სწორია, ტოლკინთან რამდენი წევრია ბეჭდის საძმოში? 11. 9 ვისი ლექსია ლაჰილზე? შემდეგი. კალანდაძე, ვერნთა რაგვარია მკვლევარი ჟაკი? პალგანელი. სწორია, ინდურ მითოლოგიაში რის თავი აქვს განეშას? ძროხის. სპილოს რომელ ქვეყანაში გაიცემა ინგებორგ ბახმანის პრემია? ავსტრია. სწორია, შეესპირთა რა ქვია პეტრუჩიოს საყვარელ ქალს? კატარინა. სწორია, როგორია თომასი დინკუნცის წიგნი? უცნაური. სწორია, ვისი პერსონაჟია მერსო? კამიუ. სწორია, მორის მეტერლინგის ყვავილთა? სიბრძნე. სწორია, დაასრულეთ რა გაიგის სიანთლე, რასაც ახლავს? ნელია. სწორია, რომელ ქალაქში დაიბადა პიტერ ეკროიდი? შემდეგი. ლონდონი, ჩაპაევდას სერიალში რაგვარია პიოტრი? უსტატა. სწორია, კაზუა იშიგუროს დაფლული? გოლიათი. სწორია, რომელ წიგნის გმირია ლეთი ჰემსტოკი? ოკეანე ქუჩის ბოლოს. სწორია, ნატო დავითაშვილის ლურჯი სუფრის? მოცეკვავე. სწორია, რომელ ბრიტანელ ავტორთან ხვდება ძაღლი მონმორანსი? ჯერომ ვის ემსახურებოდა ბოჰემ რაბალის პერსონაჟი? სწორია, რის გრიგალს ხვდები ჯორჯ მარტინთან? სწორია, რომელი წიგნის გმირია თამაზენგური? ჩაკულისული. სწორია, ვისი პიესაა კომი ვოიაჟერის სიკვდილი? სწორია, სადური ავტორია იოჰან ბორგენი? ნორვეგელი. სწორია, როულიქთან რა არსებაა ფოუქსი? ფენიქსი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ძალიან რთულ ბლიცში მარიამი აგროვებს 20 სწორ პასუხს. აპლოდისმენტები მარიამს. მე კი ვინაცვლებ ილიასთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. ილია მზად ხარ? არა. თუ გინდა დროს მოგცემ. დავიწყოთ ბლიცი ილიასთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია ართურ შნიცლერი. გერმანელი. ავსტრიელი შილინგთან უყვარდება ჰანას? მაგლი. სწორედ ვისი პიესაა გაუგებრობა? კამიუ. სწორედ ტოლკინთან რამდენიმე ადამიანი ბეჭდის საქმეში? 2 ვისი ლექსია დამსეტყვეცაო? ვაჟა. სწორედ ვერნთა რაგვარია ფილიას ფოგის მსახური ჟანი? სწორედ ეგვიპტურ მითოლოგიაში რის თავი აქვს ანუბის? არ ვიცი, ტურა. სწორია, რომელ ქვეყანაში გაიცემა რენოდოს პრემია? შემდეგი. საფრანგეთი დანტესთან რა ქვია პაოლოს საყვარელ ქალს? შემდეგი. ფრანჩესკა რისია კაცი იონესბოს წიგნის სათავეში? სწორედ ვის პერსონაჟია იოზეფკა? კაფკა. სწორედ მორის მეტერლინგის ლურჯი? სწორედ დაასრულეთ ვინ მოყარეს არძებს იგავს? სწორედ რომელ ქალაქში დაიბადა მილორედ პაუჩი? ბელგრადი. სწორედ ჯენერეიშენ პიში რაგვარია ვავლენი? ტატარსკი. სწორედ კაზუა იშიგუროს დღის? მიწურულს. სწორედ რომელ წიგნის გმირია რიჩარდ მეიჰიუ? შემდეგი. არსადროს ნატო დავითაშვილის თვარის? სპეკალი. შვილობილები რომელ ბრიტანელ ავტორთან ხვდება ძაღლი ვილინგტონი? არ ვიცი. ჰედონთან როგორია მარტოობა ბოჰემ რაბალთან? მეტის მხაური. სწორედ რის ნადიმს ხვდები ჯორჯ მარტინთან? ყვავები. სწორედ რომელ წიგნის გმირია კონსტანტინე სავარსამიძე? დიოროს გმირი. სწორედ ვისი პიესაა კამინო რეალი? ვილიამსი. სწორედ სადორი ავტორია კარლ ლუეკ ნაუსგორი? ნორვეგია. სწორედ როულიქთან რა არსებაა ბაკბიკი? ჰიპოგრიფი. სწორედ რა სახელით ვიზიტო ოლტერ კოვაჩს? რორშახი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ილიამ დააგროვა 19 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ილიამს და დაბრუნდით მეგობრებო, დაბრუნდით. საბოლოოდ ამ საოცარ უდაძაბულეს ნახევარფინალში იმარჯვებს კარიატი და ანგარიშით 41-29. მეგობრებო, ფინალში ხართ. მე მგონი იცით ეგ ადგილი, როგორ გამოიყურება. მე არ ვიცოდი აქამდე. ნიკამ არ იცოდა, მაგრამ ნიკა ბერძე მიცის. მე რამდენი ფინალია ნიკაში? მეორე. მარიამ შენთვის? მეორე. მესამე. უი. ხმერთო. რომელიღაც არ აღიარებთ. ხურვალე აპლოდისმენტები კარიატიდას და უსურვოთ წარმატებები ფინალში. ამ შესანიშნავ გუნდს. და რანაირი სეზონია, რომ მიწევს გამოვაცხადო, რომ სეზონს ეთიშება ისეთი გუნდი, როგორც არის ყინული ცხრა. აპლოდისმენტები ლევანს, მონიკას და ილიას. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ასეთ ფინალს ნამდვილად. რას ვიზამთ მეგობრებო? გაგაეწყობა დღეს სამწუხაროდ არ იყო თქვენი დღე. მაყურებელს კი დავემშვიდობები. გეტყვით რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავ წიგნების თაროში, უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი მე.
ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას, მასწავლი